მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია დღის შეჯამება. დღეს ცოტა ადრე მოგვიწია გადაცემის ჩაწერა და თქვენ ხვდებით ამას. მოსკოვის დროით 5:20 წუთია და უნდა გითხრათ, რომ ძალიან მომენატრა, რა თქმა უნდა, თქვენთან შეხვედრა, მაგრამ გარკვეულ პრობლემებთან არის კავშირში ჩვენი გადაცემების გასვლა ეთერში და ამის შესახებ უკვე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. და ერთ რამეს გეტყვით, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჯერჯერობით პარასკევობითა და სამშაბათ გვექნება გადაცემები. წინა გადაცემამ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. მე საუბარი მქონდა დეკანოზ ანდრეი ტკაჩოვთან, რომელიც შეეხო ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, უკრაინის ომს, მიმდინარე პროცესებს და ძალიან დიდი მილიონობით ნახვა აქვს აი ამ გადაცემას. ეს არის ანდრეი ტკაჩოვის თვითონ თავის გვერდზე დადებული YouTube-ზე და კონტაქტზე, რა თქმა უნდა ჩვენც დავდებით და ძალიან დიდი ინტერესი არის და რაც თავარია, იცით რა არის, რომ რუსმა მაყურებელმა დაინახა ის პოზიტივი, რომელიც გამოდის თითეული ჩვენთაგანის ამ პოზიციებიდან და მე რა თქმა უნდა ქართველი ერის ეს გარკვეული კეთილგანწყობა დავაფიქსირე, როდესაც მამა ანდრეი ტკაჩოვს ვესაუბრე და მე ერთ რამეს გეტყვით შემოსაყვარელებო, რომ აქ პირადად მე ვახცენ სახალხო დიპლომატიის საუკეთესო თვისებების გამოვლენას იმ მიმართულებით, რომ ხვდები ადამიანებს, ვაფიქსირებ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის დადებით დამოკიდებულებას რუსიერის მიმართ და ეს საკმაოდ პოზიტიური არის და მათთვისაც ძალიან საინტერესო არის. და ეს გადაცემა, ეხლა რომელიც თქვენ ნახეთ, არა მარტო რაღაცა გარკვეული ერთი ადამიანთან კონკრეტული საუბარია, ეს არის გარკვეული სახალხო დიპლომატიის ერთ-ერთი ნიშანიც, იმიტომ რომ ჩვენ ასეთი გადაცემებით უახლოვდებით თითეული რუსი ეროვნების გულს, თითეული რუსი მოსახლის ოჯახში შევდივართ ასეთი გადაცემებით და ჩემი ინტერესიც ეს არის, რა თქმა უნდა, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მოისმინოს კეთილგანწყობა ქართველი ადამიანისა, საქართველოს ყველა კუთხის შვილის ინტერესიც მხოლოდ ის არის, რომ რა თქმა უნდა ჩვენ ქვეყნებს შორის აღდგეს ურთიერთობები. მე ერთი რამე მინდა გითხრათ, რომ ეხლა მე ძალიან ბევრი თემები დაგროვდა, რაც ჩვენ არ შევხვედრივარ, პირადად არ მისაუბრე, ამიტომაც ეხლავე გეტყვით რა და როგორი პოზიცია გამაჩნია მე თითეული მოვლენის მიმართ და გეტყვით ერთ რამეს, რომ ეხლა დღეს ყველა ძალიან ისეთი გამადიდებელი რაღაცა ლუპით უყვაკვირდება რუსეთში მიმდინარე პროცესებს და მე ძალიან ბევრი ახლობელი მირეკავს, რომ რა ხდება რუსეთში, რა ამბებია, რა ვითარება ამ დრონების შეტევების შემდგომ ძალიან ბევრი შეშინებულია. ეხლა სიმართლე რო გითხრათ, ეხლა მოსკოვში ნამდვილად არ იგრძნობა რაღაცა პანიკა მოსახლეობის მხრიდან, რაღაცა შიში და მე სიმართლე რო გითხრათ, არც დრონი დამინახია ჩემი თვალით აქვს და ეხა რაღაცა გარკვეული შემოფრენები არის, კი ბატონო, მაგრამ ეს მოსახლეობას ნამდვილად რაღაც შიშისას არცემს. მოსკოვში ამ კუთხით ნამდვილად არ არის პრობლემები, რაღაც რეგიონებში შეიძლება იყოს გარკვეული პრობლემები, მაგრამ ჯერჯერობით მოსახლეობას ნამდვილად ეს არ უქმნის რაღაცა იმ ცხოვრების რიტმიდან ამოვარდნის გარკვეულ პირობებს. ჩვეულებრივ რიტმით გრძელდება ცხოვრება, არანაირი ისეთი საგანგაშო სიტუაცია არ არის, ქვეყანა არის, რა თქმა უნდა, ომში და ეხლა რაღაცა ეს იცით რაც გავს, აი ბუზი რო უკვე შემოდგომის ბუზის კბენასავით არის რა, ეხლა რო არ შეუძლიათ არაფერი გაკეთება ამ უკრაინელებს. ცდილობენ რომ ეხლა აი ამ პატარ-პატარა ჩხლეტებით დაანახონ თითქოს სოფლიო კაცობრიობას, რომ რაღაცა თითქოს შეუძლია და რაღაცის გაკეთება შეუძლიათ. ეს ეხლა მედვედევმა გააკეთა განცხადება იმ ბალტიისპირა და ბელგიის წარმომადგენლის განცხადებაზე, რომ საერთოდ პატარა ძაღლებიო ხშირად უკბენენ დიდ ძაღლებსო და აი ეს პოზიცია გამოვლინდა მის ამ განცხადებაში, რომ პატარა ძაღლების ყეფათ იქნა შეფასებული. მე ერთ რამეს გეტყვით, მეგობრებო, რომ მე ყოველთვის
ვიყავი იმ პოზიციაზე, რომ როდესაც რუსეთს უჭირს ჩვენ პირიქით უნდა დავიწყოთ ურთიერთობები მათთან, პირიქით უნდა დიალოგის რეჟიმში შევიდეთ, იმიტომ რომ როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება, მე უფრო რთული იქნება რუსებთან ურთიერთობების დარეგულირებაზე საუბარი. დღეს ჩვენ ყველაზე უნიკალური შანსი გაგვაჩნია ამ მიმართულებით, რომ გადავდგათ ნაბიჯები და რაღაცა გარკვეულ პროგრესს მივახციოთ, თორე ხვალდაზე ეს იქნება ძალიან რთული. იმიტომ რომ ყველა ხვდება, რომ დღეს ამ ქვეყანას რუსეთის უდიდეს სახელმწიფოს ვერავინ ვერ დაამარცხებს. გამორიცხულია ეხა ეს, რომ ბირთვული სახელმწიფო დამარცხდეს არაბირთვულ სახელმწიფოსთან. და ამასთანავე ისიც არის აღსანიშნავი, რომ თვითონ ევროპელებმაც და ამერიკელებმაც იციან, რომ რუსეთის გამარჯვება კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ამ ქვეყანას, უფრო მეტ საშუალებებს მისცემს მსოფლიოში თავისი პოლიტიკის იმ სახით განხორციელებისათვის, რაც სწადია რუსეთის ხელისუფლებას და ეხა მე აქ ზოგიერთი პოლიტოლოგის პოზიცია მოვისმინე, რომ აი რაღაცა რუსეთი დასუსტა ამ ჩხლეტებით, რაღაცა უკვე ეს ის რუსეთი არ არის. ხალხო, იცით რა არის? მთელი ნატო, მთელი ევროპა თითქმის ებრძვის ამ ქვეყანას. და რაღაცა პატარა სადღაც დრონი თუ ჩამოვარდება, თქვენ გონიათ ეს რაღაცა ამ ქვეყანას დაასუსტებს თუ რას ფიქრობთ? პირიქით, ეხლა ენერგომატარებლებზე გაზრდილი არის მოთხოვნები. ჩვენ ვხედავთ, რომ როგორი შეხვედრა მოეწყო ჩინეთისა და ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ეს ხო დასამალი არ არის, ეხლა რომ მოფრინავდნენ ამერიკელები, ისე გაბრაზებული იყვნენ ამ დიალოგისა და ამ მოლაპარაკებების შედეგად, რომ თვითმფრინავის ბორცვზე რო ავიდნენ, ჩამოყარეს ის რა საჩუქრები, ის სუვენირები, რაც მიიღეს ჩინეთში ვიზიტის ყოველ. ეს ხო ესეც ხო რაღაცა პატარა ნიშანია იმისი, რომ რა დამოკიდებულებები არის. რუსეთს მჭიდრო ურთიერთობები აქვს ჩინეთთან, ინდოეთთან, აფრიკის, აზიის ქვეყნებთან და რაც თავარია, ჩინეთის პოზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩინეთის პოზიცია არის ძალიან გამსხავსებელი, როგორც ინდოეთისა. და ევროპის პატარა ეს ქვეყნები და გინდათ დიდი ქვეყნები ძალიან მივლენ იმ სიტუაციამდე, რა სიტუაციაში იყვნენ ისინი იმ პერიოდში, როდესაც მართლაც კატასტროფულ მდგომარეობაში ალვითარებდნენ თავიანთ პოლიტიკას. დღეს თითეული ქართველის ამოცანა უნდა იყოს ის, რომ ხელი შეუწყოს როგორმე იმას, რომ თავისი მცირე წვლილი შეიტანოს რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაში. მე აქ სხვადასხვა შეხვედრები მაქვს პოლიტოლოგებთან, ექსპერტებთან და ყველას ვეუბნები, რომ ქართველი ერის და ქართველი ხალხის დამოკიდებულება არის საკმაოდ ისეთი დადებითი რუსი ხალხის მიმართ, რომ ჩვენ მივისწრაფით მათთკენ და მე ახლა გარდა იმისა, რომ ჩემი აი ამ გადაცემებით ვცდილობ სათქმელი უთხრა აქ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს და რუს ხალხს, ახლა ამ ბოლო პერიოდში თქვენც ხედავთ, რომ ჩემი პუბლიკაციები იბეჭდება რუსულ საინფორმაციო სააგენტო სპუტნიკ გრუზიაში და ვცდილობ, რომ აქედანაც წარმოვაჩინო ის დადებითი მხარეები და ის ნიუანსები, რომელიც ქართულ-რუსულ ურთიერთობებს უფრო გააღრმავებს. და ეხლა ძალიან კარგია, რომ საპატრიარქოს აი ამ არჩევნება ძალიან ისე მშვიდად და კარგად ჩაიარა. მე სპეციალურად არ ვამბობდი არაფერს ამ არჩევნებთან დაკავშირებით და არ მინდოდა ჩემი პოზიციის გამომჟღავნება, იმიტომ ჯერთიც რომ მე არ ვღებულობ ამ არჩევნებში მონაწილეობას და არც თითეული ადამიანი ამ არჩევნებში ღებულობს მონაწილეობას და ღებულობდნენ ეპისკოპოსები. და აქედან წამოსული რაღაცა განაცხადი, ხო ვიცი როგორ შეიფუთებოდა, რომ აი რუსეთიდან ესე იგი არის ესე იგი ზეწოლა, რუსეთი მხარს უჭერს რაღაცა, ჯეგერთი რუსეთი რომ მხარს უჭერდეს რა გასაკვირია, იმიტომ რომ ორი მართლმადიდებლური ქვეყანა არის, მრავალსაუკუნოვანი ჩვენ გვაქვს ურთიერთობები პატრიარქ ილია მეორეს ყოველთვის ქონდა მჭიდრო ურთიერთობები რუსეთის საპატრიარქოსთან. მე კარგად მახსოვს 2008 წლის ომი, როდესაც დასრულდა და მაშინ აი ეს რუსი მამოები იყვნენ სამებაში, მეც ვსახურობდი სტიხარი მეცვა და ყველას უკვირდა რაღაც ცოტა თვალში შეიძლება უხერხდებოდა რუსი მამოები რო იყვნენ, მაგრამ ეს არის ძალიან ბრძნული პოლიტიკის გარკვეული
ელემენტები იყო ჩვენი უწმინდესის აი ამ ქმედებებში და ეხლა რა გასაკვირია რომ მეუფე შიო ნამდვილად სასურველი კანდიდატურა იყო რუსეთის საპატრიარქოსათვის, იმიტომ რომ ჯერ ერთი ეს ადამიანი არის გაწონასწორებული ეროვნული პოზიციებიდან მყოფი ადამიანი. ამასთან ერთად ეს 3 წელი მსახურობდა ჩვენი უწმინდესი პატრიარქი შიო მესამე მოსკოვში წმინდა გიორგის ეკლესიაში და კადრებიც არის შემორჩენილი მისი მსახურებისა აი აქ მოსკოვში. ერთმა მრავალ დაგასწროს, გაგაძლიეროს და მოწილიყავით მარად უმალთან და ქონოდეს პარადიული სიხარული მასთან ერთად. ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! კარგია რომ აი ეს გარკვეული გზა ჩვენი უწმინდესისა გაგრძელდება და ამასთან ერთად მან როგორც ჩვენმა პატრიარქმა ილია მეორემ განათლება მიიღო მოსკოვში, მოსკოვის სასულიერო სემინარია დაამთავრა მეუფე შიო პატრიარქის გავსად, ისიც აქ მსახურობდა და ეს ჩვენ მეუფეც აქ ჩვენი პატრიარქიც აქ მსახურობდა და მე ერთი რამე მინდა გითხრათ, მე დარწმუნებული ვარ რომ გაგრძელდება ურთიერთობები, მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია შედგება ძალიან მალე, ალბათ უახლოეს ხანში მეუფე შიოს ვიზიტი მოსკოვში, წმინდა გიორგის ტაძარს ესტუმრება ის სხვათა შორის სამუშაოები მიდის ახლა ამჟამად წმინდა გიორგის ტაძარში, არ ვიცი ხა ეს ზუსტად როგორც იქნება, მაგრამ მე რაც კულუარული ინფორმაციები გამაჩნია. ანუ ეს არის დადებითი, რა თქმა უნდა, რომ მოვიდა ეკლესიის მესაჭეთ ადამიანი, რომელიც პატრიარქ ილია მეორის გზა რუსეთთან დაკავშირებით აცდენას არ გააკეთებს და იქნება იმ ურთიერთობებთან კავშირში და ახლოს ყოფი, რომელიც იყო და იქნება მუდამ. ამასთან ერთად აღსანიშნავია ისიც, რომ არ გაიმარჯვა იმ კანდიდატურამ, რომელიც ფაქტობრივად ნაცმოძრაობის ღია მხარდამჭერია და რუსეთთან ურთიერთობის პირიქით გაფუჭების გარდა არაფერს არ გააკეთებდა. არ მინდა ახლა ამ ადამიანის დასახელება, ეს არის მაგრამ მომიწევს, იმიტომ რომ მე ახლა ეს რო არ თქვა პრინციპში, რაღაცა სხვა მეუფე იობზე არ მინდეს და წავიდეს ეს დარტყმა, ეს არის გრიგოლ ბერბიჭაშვილი, მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილი, მეუფე იობზე, რა თქმა უნდა, ამას ვერ ვიტყვი და რა თქმა უნდა, ახლა მეუფე გრიგოლის გაპატრიარქება ეს იქნებოდა ჩვენი ქვეყნის დაღუპვა და საპატრიარქოს დაღუპვა და კარგია, რომ ეს არჩევანი გაკეთდა. ამასთან ერთად ახლა ასევე ძალიან ისეთი პირველი ქადაგება, რომელიც მე მოვისმინე მეუფე შიოსი, ეს იყო გულში ჩამწრომი, ეს იყო ეროვნული მუხტის, ეს იყო აი რა თქმა უნდა, ის გაგრძელება ჩვენი უწმინდესის ქადაგებებისა, სადაც მე ამ ყველაფერს ვისმენდი, როდესაც სამებაში ვიყავი, რომ გამოვიდა ჩვენი უწმინდესი პატრიარქი მეუფე შიო და თქვა, რომ თუ ჩვენ არ მივხედეთ ამ აბორტების თემას, ჩვენ არ მივხედეთ დემოგრაფიას, ჩვენ ვიქნებით უკვე მცირე ერი და საერთოდ საქართველოს იქნება ქართველების გარეშე. და აი ძვირფასოს მებოდა დებო ჩვენ ამ ყველაფერზე თუ არ დავფიქრდით, თუ არ გამოასწორეთ ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა, თუ არ ვიზრუნეთ ოჯახის განმტკიცებაზე, გადარჩენაზე, შენარჩუნებაზე, ჩვენ გვემუქრება რეალური საშიშროება, რომ ჩვენ მშვენიერ სამოთხესავით ლამას და მშვენიერ ქვეყანაში დამკვიდრდებიან სხვა ხალხები ჩვენთან ერთად.
რომლებსაც უყვართ ბავშვები, რომლებიც არ იშორებენ შვილებს და რომლებიც იცავენ თავიანთ რელიგიას. და ამიტომ კარგად ბრალდებიან და შეიძლება ღმერთმა დაიფაროს ეს, რა თქმა უნდა, მაგრამ ესე თუ გავაგრძელეთ ჩვენ, ეს საშიშროება რეალურია. რომ გადააჭარბონ რისხობრივად ქართველობას. ამიტომ მოგცეს მადლი უფალმა, რომ ვიზრუნოთ, ვიშრობოთ, ვიღვაწოთ ოჯახის გადარჩენისთვის, ოჯახური ღირებულებების დაცვისთვის, რომ ვიქონიოთ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც დაიცავს ოჯახს, ჩვენს ხალხს მავნე გენდერული თეორიებისგან, იდეოლოგიისგან. ქადაგება, როდესაც უკვე დამთავრდა, ატყდა მთელი ამბავი, განსაკუთრებით, ესე იგი, აგრესიულობით გამოირჩევა ეს გარკვეული რეაქციული ძალები და რომლებიც რაღაცა ეთნიკურ შუქს აღვივებენ. ეს სამირა ბაირამოვა რა გახდა? კიდე ეს რაღაცა ერთ-ერთი რუსთავი ჟურნალისტი რო იყო ჯეიხუნ თუ არ ვიცი მე ვინ არის ეს პიროვნება, როგორ ბრძანაო ჩვენმა პატრიარქმა თურმე, რომ ესე იგი ქართველების აი ამ დემოგრაფიულ მდგომარეობა ის ხო ყველას პატრიარქიაო. კი, მაგრამ ვერ გავიგე. პირველ რიგში არის ეს საქართველო, იმიტომ იწოდება საქართველოს, რომ ქართველისგან შედგება სიტყვა. საქართველო, ქართველი. და პირველ რიგში ვინც კი ეს ქვეყანა მოიტანა აქამდე 80% ქართველების მოტანილი არის, რა თქმა უნდა, სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან ერთად. და რატო უნდა გაგიკვირდეს შენ, როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენელი ხარ, ან ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანი, ეს ქადაგება. მე მინდა რომ მივმართო შესაბამის უწყებებს. ეს სამირა ბაირამოვმა სიცოცხლე გაუმწარა ჯერ მეუფე გიორგის იქ მარნეულში. მიწებს ვერ ამუშავებს ეს ადამიანი, ვერ ქადაგებს, მიუვარდებიან, პრობლემებს უქმნიან, ეთნიკურ შუქს აღვივებს, ჯვარები რატო არის დადგმულიო სხვადასხვა, ესე იგი, ადგილებშიო, აი ეს არ არის ეთნიკური შუღლის გაღვივება, არაერთი განცხადება, მე არაერთი გადაცემა გავაკეთე, რომ გამოდის ეს ადამიანი და ლაპარაკობს, რომ ჯვარი რატო აღმართულიო საქართველოს ტერიტორიაზეო, ხალხო. და გამოდის კიდე ეს ჯეიხუნია თუ, რა ვიცი, ჯეიალი თუ, ალჯეზირა თუ, ვინ არის, არ ვიცი, ეს რუსთავი ორის ის აღვარღერდა ცრემლებს ამ ნიკუტა გვარამიასთან ერთად, რომ ესო როგორ შეიძლებაო. თქვენ ალოცილებო 500,000 ხართ უკვე ამ საქართველოში და თქვენ როგორ უნდა თქვათ რაღაცა ჩვენს ქვეყანაზე უხმარ ბამბაში ხართ გახვეული გურიაში იტყოდნენ და ხელის გუზე გატარებთ ეს ქვეყანა იმ ქართველებისგან განსხვავებით რომლებიც ჰერეთში არიან და მაინტერესებს ერთი მინდა მე ამ ხელისუფლებასაც მიმართო რომ დაინტერესდნენ იმ ჰერეთში მცხოვრები ქართველების ბედით აქ რომ მეჩეთზე იხსნება იქ მარტო დღესასწაულებზე იხსნება ქართული ტაძრები და ის ქრისტიანული ტაძრები და განსაკუთრებით ჰერეთში ქურმუხში წმინდა გიორგის ეკლესია ალბანურ ტაძრად იქნა შერაცხული და გარეჯის თემაზე ხო საერთოდ საუბარი არ არის ხა ის ოკუპაცია რომელსაც დავით გარეჯის ახორციელებს აზერბაიჯანი უნდა დასრულდეს და უნდა დასრულდეს ეს გამოხტომები აი ხლა მოვისმინეთ რომ რაღაცა ცილისწამების შესაყებო ჩვენო კანონს გავამკაცრებთო და ზომებს ვიღოთ აი პირველ რიგში აი ამ მიმართულებით უნდა გამკაცდეს ზომები აი ამ მიმართულებით რომ პატრიარქს თავს ესხმიან თავს იმ ადამიანებს რომლებიც ჩვენი ეროვნულ ინტერესებს გამოხატავენ შეიძლება კაცო პატრიარქმა თურმე ვერ უნდა იქადაგოს იმაზე რომ საკუთარ ქვეყანაში ქართველებზე თქვას რომ ქართველების დემოგრაფიულ მდგომარეობას უნდა მიუხედავთო ეხლა ღმერთმა გაუმარჯოს ყველა ეთნოს, მაგრამ ეხლა აზერბაიჯანელების გამრავლება მიდის ძალიან ისე კალეიდოსკოპური სისწრაფით და ამ კუთხით პრობლემები არ არის და ქართველები პირიქით მცირდებიან და რა უნდა თქვას პატრიარქმა არ უნდა თქვას ამაზე არ უნდა ამოიღოს ხმა პატრიარქმა კი არა ყველამ უნდა ამოიღოს ხმა ჩვენ გენდერული საბჭოები კი აღჭირდება დემოგრაფიული საბჭოები გჭირდება დღეს არ ვიცი ქვეყანა იმაზე უნდა ფიქრობდეს ყველაზე უფრო რომ მრავალი შვილი გააჩინოს ადამიანმა დღეს აი როდესაც საუბარი არის მართლა აი ოჯახის სიწმინდის დღეს მივესალმებ პატრიარქის მიერ დაწესებულ ამ დღესასწაულს მაგრამ ხალხო რა ოჯახის სიწმინდეზეა საუბარი ციხეები სავსეა 80% აი ამ გამოგონილი ბრალდებებით ქალთა მიმართ ძალადობით და ამით ინგრევა ქართული ოჯახები ქალები აჭერინებენ კაცებს
ოჯახებს ანგრევინებენ ეს ბაბუცა პატარაიას ესე იგი ჰაიდლაინებითა და ტრეინინგებით და ჩვენ თავალსა და ხელშუა გვაქვს ის რომ დანგრეული ოჯახები გაუბედურებული ადამიანები რომლებიც ციხეში ტყუილად ზიან ნებისმიერ ქალს შეუძლია რომ მოიგონოს რაღაცა და ციხეში გაუშვას კაცი აი ეს პოლიტიკა უნდა დასრულდეს მე მაგალითად პირადად არაერთხელ მithქვია უამრავი кейსის შესახებ და ერთ-ერთი არის ცნობილი кейსი რომელზეც ჩვენს გარდა არავინ არ ლაპარაკობს ბიზნესმენი რეზო რაზმაძე 68 წლის კაცი რომელიც ესე იგი ტყუილუბრალოდ გაასამართლეს იმის გამო რომ პროვოკაცია მოუწყეს ფილმებიც გადავიღეთ, ორი ფილმი გადავიღეთ, არაერთი სიუჟეტი, გადაცემა მიუძვერით და კაცი შვილი არაფერს არ ამბობს. რაც თავარია ახლა კაცო ფილმებით კი არ ვამტკიცებ ჩვენ ამ უდანაშაულობას ამ ადამიანისა, ექსპერტიზები დავამტკიცეთ, კაცო სასამართლო სამედიცინო, ფონოსკოპიური, ფსიქოლოგიური ექსპერტიზით და რა ვიცი მე საქმეში არსებული მტკიცებულებებით. აი ამაზე უნდა რა თქმა უნდა იურისტებმა იმუშაონ და ხმა ამოიღონ და მე ვფიქრობ საქმეების გადახედვაც უნდა მოხდეს იმ ქალთა მიმართ ძალადობაში ხილებული და აი ბრალდებული ადამიანებისა. ეხლა პატრიარქი შიო მესამე ეხლა ამ სამართლებრივ დეტალებზე ვერ ისაუბრებს, იმიტომ რომ ის არც ადვოკატია და არც პროკურორი და აი ამ სამართლის ექსპერტებმა, სპეციალისტებმა ამ საკითხებზე რა თქმა უნდა ხმა უნდა ამოიღონ. სხვანაირად შეუძლებელია ჩემო მეგობრებო. და რა თქმა უნდა, აი ეს არის გაუგონარი ფაქტი, რომ საქართველოში მცხოვრები არაქართველი ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და ყველას პატივს ავცემ, ეთნიკურ შუხს აღვივებენ. რა გახდა ამ სამირა ბაირამოვას კაცო მიმართ სამართლებრივი მოქმედებების განხორციელება. ეხლა მე უდანაშაულობის პრეზუმპციას არ დავარღვევ და სახელმწიფოს მიერ გამოტანილი განაჩენის გარეშე ვერავისზე ვერ ვიტყვი, რომ ესა თუ ის ადამიანი დამნაშავეა, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ჩვენ აუცილებლად გარკვეული ზომები უნდა მივიღოთ ამ ადამიანების მიმართ. არ შეიძლება მეგობრებო, რომ ეხლა ქვემო ქართლში ეპისკოპოს მეუფე გიორგის პრობლემებს უქმნიდეს ვიღაცეები. მერე კიდე მე ამ ხალხზე რომ გამოდის ეს ჯეიხუნა და ეს სამირა ბაირამოვა, ჯერ იმ ნარიმანოვის ძეგლი არის ასაღები, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძოდა და საქართველოს აზერბაიჯანის ომის დროს იმ აზერბაიჯანის არმიას მოუძღოდა. რა გახდა ერთი აი მაგალითად რომ დადგმულიყო ხუდია ბორჩალოელის ძეგლი, რომელიც აი ერეკლე მეფესთან ერთად ბრძოლოდა საქართველოსთან. ჩვენ აი ესეთი აზერბაიჯანელები გვიყვარს. აი ესეთი აზერბაიჯანელებს ავცემთ პატივს, რომლებიც საქართველოსთან ერთად იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნისათვის. ეხლა თუ ყველაფერი დავთმევთ, თუ ყველაფერი გავატარეთ, კაცო, მე რა თქმა უნდა ის ალიევიც მიგვიღებს შესანიშნავად და თავზე ხელსაც გადაგვისვებს. ეხლა თუ გარეთს მივცემ, თუ აქ რაღაცა ეთნიკური შუღლის გამაღვივებლებს კიდე პასუხს არ მოვთხოვთ, რა თქმა უნდა ეგეთი ხელისუფლებას ყველა პატივს სცემს და მათთვის მისაღები არის. ამიტომ ამ კუთხით რაღაცა ზომებია უნდა მისაღები და მე ასევე მომხრე ვარ იმისა, რომ ცილისწამებისათვის ადამიანები დაისაჯონ. დიახ, Facebook-ის საშუალებითაც, იმიტომ რომ სოციალური ქსელები დღეს არის უკონტროლო და ვიღაცას გონია, რომ ეს სოციალური ქსელები არის რაღაცა მარტო ერთი რაღაცა გარკვეული კომპონენტი, სადაც რაც კიდე შეიძლება თქვა და ეს არის მისაღები. სოციალურ ქსელში ნათქვამი სიტყვა უფრო ხმამაღლა ჟღერს ვიდრე ქუჩაში. აი ახლა მე ვარ აგერ ვიმყოფები მოსკოვში ერთ-ერთ რაღაც დასასვენებელ ადგილას. აქ ახლა კაცშვილი არ არის ჩემს გარდა, 5 კაცი, 6 კაცი არის გავშემო, რომელიც ვერ ისმენენ რას ვლაპარაკობ მე. რაც არ უნდა ვილაპარაკო, არავის არ ესმის აქა. სოციალურ ქსელში ახლა მე რო ავდგე და რაღაცა დავწერო, მილიონობით ადამიანი გაიგებს ამ ყველაფერს. და იგინებიან, ილანძღებიან და ყველაზე უფრო ის იქნება ცუდი, რომ მარტო ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ გამოხატული შეურაცხყოფელი განცხადების გამო რომ დაისაჯოს ადამიანი. ყველას უნდა აეგზალოს უწმაწური სიტყვების ხმარება. ჯერ რა გახდა ხალხო ქართველები ვარ და დედის გინებას ისე მოედო ამ ყველაფერს თითქოს რაღაცა გამარჯვებას ვეუბნებოდეთ ერთმანეთს. შეიძლება ქართველი კაცი ასე მიმართ ხმარობდეს ამ გინებებს და იმას ვითომაც არაფერი არის. ხალხი ამის გამო ადრე რაღაცა სიზღვრიდა და რა ვიცი მე როგორ თავდებოდა ახლა ეს ყველაფერი 90-იანებში ჩვენ ვიცი. ეხლა ადგება ვიღაცა ნაძირალა გამოხტება და აი შენი ისა შენი ესა და ეს არაფერი გონია რა შეუმჩნეველია. ზოგი ჯვარის გამოსახულებით, ზოგი რაღაცა კონსერვატიზმის იმითი ფლანგით იმითი აღმოცენებული იგინება, ილანძღება, არ ვიცი წყელვაკრულვას ახორციელებს. შეიძლება ხალხო ესეთი რაღაცა. ამიტომ ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს
ეს ყველაფერი უნდა შეჩერდეს და მე ეხლა ამ ინიციატივას რა თქმა უნდა მხარს უჭერ, ოღონდ თუ ეს გავრცელდება ყველას მიმართ. ხელისუფლებას ისედაც იცავს გარკვეული სახელმწიფო ბერკეტები და უბრალო ადამიანი, თითეული ადამიანი უნდა იყოს დაცული. სახელმწიფო შედგება თითეული ინდივიდისგან, ადამიანისგან შედგება. თითეული ადამიანის ინტერესი უნდა იყოს დაცული აქ ამ შემთხვევაში. და მე კიდე რაც თავარი, ეხლა რახან აქ მოსკოვში ვარ, ისევ ამ რუსულ-ქართულ ურთიერთობებს საუბრუნდები. მე ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენ არ შეუერთით იმ ტრიბუნალის შექმნას რუსეთის მიმართ, რომელიც სადაც ძალიან ბევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი და ეს რა თქმა უნდა მისასალმებელია. მაგრამ ვისურვებდი, რომ ისეთ ფორუმებში არ მივიღოთ მონაწილეობა, სადაც რუსეთის გინებისა და ლანძღვის გარდა არაფერი არ იცმის. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეხლა რუსეთი არის ომში და ვიღაცას თუ გონია რუსეთის ხელისუფლება ამ ყველაფერზე რომ რეაგირებას არ აკეთებს, ამას ვერ ხედავს, ძალიან ცდებით. რუსეთი ყველაფერს ხედავს, ყველაფერს აკვირდება და ჩვენი ქვეყნისათვის უფრო კარგი იქნება ჩვენ რომ თავი შევიკავოთ ასეთ ფორუმებში მონაწილეობისას. მე კიდე კაცო, აი ახლა მიწევს თითქმის ყველა ბრიფინგზე მონაწილეობის მიღება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით ჩატარებულ ბრიფინგზე მაქვს საუბარი. კაცო, ეს მარია ზახაროვა, თქვენ თავისი კონკრეტული პიროვნების ინტერესი კი არ გამოხატავს, როცა განცხადებებს აკეთებს. ეს არის ვლადიმერ პუტინის, ეს არის სერგეი ლავროვის, ეს არის თითეული აი ამ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლის პოზიცია და რა თქმა უნდა რუსეთის სახელმწიფოს პოზიცია. რასაც საუბრობს მარია ზახაროვა, აი ეს არის ჩათვალეთ რუსეთის სახელმწიფოს პოზიცია. და როდესაც რუსეთის სახელმწიფო ქებადიდებას არ იშურებს საქართველოს მიმართ, როდესაც მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური განცხადებები ისმის, ბოლო-ბოლო ეს ამაზე მადლობა მაინც თქვით და ბოლო-ბოლო თუ მადლობასაც არ იტყვით, ლანძღვაგინებას ნუ დაუწყებთ ხალხო ამათ. ერთხელ გამოვიდა ვიღაცა ოცნების დეპუტატი და თქვა, რომ ჩვენო გვირჩევნიაო, გაგულანძღონო, ვიდრე ის გვაქონო, იმიტომ რომ ეს ნაცების წისქვილზე ასხამს ყავსო. ნაცების წისქვილზე თქვენ თუ მოქმედებთ, მაშინ არც ტერიტორიული მთლიანობა არ აღადგინოთ, იმიტომ რომ ნაცების ინტერესებში არ შედის საქართველოს ტერიტორიის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, არ შედის. მათ უნდათ საქართველოს დაანგრევა, განადგურება. და რა ვქნათ, ესე იგი ჩვენ არ გავაერთიაროთ ეს ქვეყანა, კაცო, ნაცებს რახან, ნაცების ხუშტუნებზე ვიაროთ და ეს ნაცებიც კიდე რა ვიცი მე მოკვდება, გავაცოცხლებთ, მოკლება, გავაცოცხლებთ. როდემდე შეიძლება მტარს, ეხლა შეიძლება ნაცებს რა, თვითონ ერთ აღარ აქვთ არაფრის იმედი და არაც არავითარი ძალა რა. არიან პოლიტიკური იმპოტენტები. და ამიტომ რაღაცა ჩვენც ხო უნდა დავიწყოთ სხვაგვარად მოქმედებები. მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით უნდა გადავდგათ ნაბიჯები და სხვა აქცენტები უნდა გავაკეთოთ. და მე ერთიც მინდა გითხრათ, რახან ეხლა ამ ჩვენი გადაცემის რაღაცა გარკვეულ ქრონომეტრაჟზე მიდგა საუბარი, უნდა იცოდეთ ჩემო მეგობრებო, რომ როდესაც უცხო ქვეყანაში გარკვეული ფინანსური დახმარების გარეშე აკეთებ ქართულ საქმეს, ეს არის ძალიან რთული. დღეს ტევ პირველსავს გამოკრული ბანერი დაგვეხმარეთ სატელიტზე ვერ გავდივართო ყველა ტელევიზიებს. მე ერთხელ გითხარით და ვიღაცას გონია რომ რა ვიცი მე რახან მოსკოვში ვარ, ესეთი რაღაცა აქვს დამოკიდებულება ადამიანებს, რომ ესე იგი მე აქ ბოდიში კრემლი მაფინანსებს, ან ვიღაცა ბიზნესმენი მაფინანსებს, არავინ არ ამაფინანსებს. ჩემი რაღაცა გარკვეული ბრძოლის შედეგად და ნუ რამდენიმე გულანთებული ადამიანის შედეგად მოხდა ის კარგი რამ, რომ ჩვენ ავამოქმედეთ საინფორმაციო სააგენტოს ახალი ვებგვერდი რუსულ და ქართულ ენაზე, TAO News-ში შეგიძლიათ ნახოთ და ასევე ის რომ რაღაცა ეხლა ორი გადაცემის ჩაწერაც დავიწყეთ, ესეც აი ამ დახმარების შედეგად, მაგრამ ეს არის ზღვაში წვეთი. თუ გინდა თქვენ ექსკლუზიური ინტერვიუები, ინფორმაციები მიიღოთ, აი ხა ამ გადაცემას თან ახლავს იქ YouTube-ზე, Facebook-ზეც ის საბანკო ანგარიშები, სადაც შეგიძლიათ რომ ჩვენ გაგვაძლიეროთ თქვენ. აბა ეხლა ახლა თქვენ მესმის ამ ხალხის ფსიქოლოგია როგორი, ახლა ჩემი 1 ლარი, ჩემი 10 ლარი, ჩემი ის რას უშველის ეხლა და აი ხა მე მიყურებს 20-30,000 ადამიანი, უფრო მეტიც კიდე, მაგრამ იცით რა არის? ჩვენ პატარა მცირე და ეხლა მე მესმის რომ ეხლა იმ 30,000-დან სიტყვაზე ყველა ჩვენი მომხრე არ არის, ბევრი შეიძლება მტერი იყოს, მაგრამ 15,000 მაინც ხო იქნება 20,000-ია, 15,000 და რა არის იცით,
ჩვენ მე პირადად ეხლა აქ ვაკეთებ ქართულ საქმეს, მაგიტომაც ჩამოვედი მოსკოვში. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ვყოფებით მოსკოვში, სადაც იმართება სახალხო დიპლომატიის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიება. სოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან არიან ჩამოსულები აი ამ ღონისძიებაზე დასასრებად და აქ წაკითხული იქნა ვლადიმერ პუტინისა და სერგეი ლავროვის მიმართვებით. С тех пор менялись общественно-политические системы, однако прямые контакты между людьми неизменно способствовали упрочению атмосферы дружбы, доверия и взаимопонимания. Დამსწრე საზოგადოებისადმი და თითქმის ყველა ქვეყნის წარმომადგენელი აღნიშნავს იმ დაახლოებას რუსეთთან ფასეულობებისა და საერთო ხედვების მიმართ. აქ იყო ცნობილი რეჟისორები, კუსტურიცა, ასევე იყვნენ რუსი და უცხოელი რეჟისორები, მედიის წარმომადგენლები, დიპლომატები და თითქმის ყველა ერთხმად აღნიშნავს იმ გარკვეულ საფრთხეს, რომელიც მოდის დღეს გლობალური ლიბერალური დასავლეთიდან და ასევე საჭიროებას, რომ გატარდეს უნდა ღონისძიებები ამ ყველაფრის აღმოსაფრელად. მეც აქ მოწვეული გახლავართ და გარკვეულ ჩემი წვლილი შემაქვს ამ რუსულ-ქართული ურთიერთობების აღდგენისა და გამტკიცების საქმეში და ვფიქრობ, რომ ეს ღონისძიებები დაახლოებს რუსულ-ქართულ ურთიერთობებს. ასე ჩანს. თქვენზე არის დამოკიდებული ჩვენი გადაცემების ინტენსივობა, რა ხარისხში იქნება, იგივე საინფორმაციო სააგენტოს მუშაობა, იმიტომ რომ ეხლა მე ერთი კაცი ვერც სააგენტოს, ვერც გადაცემებს, თან აქ შეხვედრებს, კონფერენციებს ერთი კაცი ვერ ვიზამ. და გითხარით ეს და ეხლა ბევრს არ ჯერა ამისი და იყავით აი ამ უკუნით სიბნელეში, რომელიც არის საქართველოში, აქედან რაღაცა ინფორმაცია შეიძლება გაიგოთ. ერთადერთი ქართველი ჟურნალისტი ვარ, რომელიც აქედან გადაცემებს აკეთებს და რა ვიცი, ეხლა არ არის თქვენთვის საინტერესო ეს ყველაფერი ხო? და თუ არის საინტერესო, ეხლა არ ცხოვრობ ჩვენი კომუნისტურ ეპოქაში, რომ მარტო მაშინდელი ცენტრალური ხელისუფლება ზრუნავდა ხალხზე. ეხლა ისეთი სისტემებია დანერგილი, რომ ხალხი ზრუნავს პარტიაზე, ხალხი ზრუნავს ტელევიზიაზე. ხალხი უკვეთავს პოლიტიკას, როგორი უნდა იყოს ევროპაშიც, სხვა ქვეყნებშიც, რომ რა ტელევიზია უნდა იყოს, რა არხი უნდა იყოს, რა პარტია უნდა იარსებოს. ამიტომ თქვენზეა ეს დამოკიდებული და მე უკვე სიმართლე გითხრათ დავიღალე კიდევაც, ეხლა ამაზე ლაპარაკით, იცით რა არის? ეხლა არც სამოქალაქო თვითშეგნება თუ არ არსებობს ჩვენ ქვეყანაში და არც პატრიოტიზმი არ არსებობს, მაშინ იმიტომაც მივიღებთ აი იმ სურათ, რაც გვაქვს, რომ ქართველი აღარ დარჩა უკვე საქართველოში და მალე ალბათ აგერ ხო ხედავ იმას გვეუბნებიან, რატო ქართველების დემოგრაფიაზე ხმას იღებენ. მალე იქნება ის, რომ აზერბაიჯანული, არაბული, ინდური არხები გექნება თქვენ და ქართული არხები გაქრება საერთოდ. აი ეს იქნება მალე. და ამისკენ მიდის ეს პროცესები. და თუ გინათ ქართული სიტყვა მართლა გაიგონოთ და ქართული საქმეების კეთება მოხდეს. ჩვენ აქ ეხლა მარტო გადაცემებს კი არ ვაკეთებთ, ქართულ საქმეებს ვაკეთებთ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ იმ სახალხო დიპლომატიას, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, რა ვიცი მე, არ აქვს ალტერნატივა. აი ხა მაგალითად მოხდა ის, რომ კრასნოდარში 300 ქართველის საფლავი იქნა აღმოჩენილი, იქ ბიუსტიც დაიდგა. არ გაინტერესებდათ რა გვარები იყო. აი ხა მე მინდოდა წასვლა სიმართლე რო გითხრა კრასნოდარში, მაგრამ ეხა კარგად გამიგეთ ხალხო, მე ეხლა როგორც მანქანა ბენზინის გარეშე ვერ წავა, მეც ეხლა ის კი არა მაქვს მართლა, რა ქვია, ბაქო ჯეიხანის მილზე კი არ ზის ეს ჩვენი გადაცემა. ეს ყველამ უნდა გაიგოს და ამიტომაც არის ეხა ბევრი მწერთ, რომ აი რატო არ გადიხარ, სად დაიკარგე? აი სად დავიკარგე და იმიტომ რომ თქვენ არ გსურთ რომ იყოს ეს გადაცემები, თორე თქვენ რომ რაღაცა ხელი გაანძრიოთ და რაღაცა ცოტა ბოდიში და მხარდაჭერა გამოაცხადოთ ჩვენი, მაშინ ჩვენ სხვაგვარად ვიმოქმედებდით. ეხლა ცოტა ვრცლად გამომივიდა ამ საკითხზე საუბარი, აწი არ ვაპირებ ამაზე, მე მეორეჯერ და მესამეჯერ ლაპარაკს. მხოლოდ ერთხელ ვიტყვი, რომ აი ეს ანგარიშა და შეგიძლიათ ჩარიცხოთ, იმიტომ რომ ფაქტი ერთია, დღეს საქართველოში აი მაგალითად არც ერთ ტელევიზიას არ სურს ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე ყველაზე მაღალ რეიტინგული ჩვენი გადაცემის ჩართვა თავის ბადეში. ბადეების შევსებას დღეს ვერც ერთ ტელევიზია ვერ ახდენს, იმიტომ რომ არ აქვს იმდენი ფული, რომ გადაცემები დახუნჯლონ თავი ეთერი. არ მინდა ეხლა გვარსახელების დასახელება, ვინც არა ნაცი არის და ვითომ ნაცების იმ კლასტერში არ გადის.
არც ერთმა არ ისურვა ჩვენი გადაცემები გასულიყო მათ ბადეში. არც ერთმა. იცით რატო? იმიტომ რომ ქართველი ადამიანის ესეთი ბუნებაა, რომ არ უნდათ რომ ვინმე უფრო მაღლა წარმოჩინდეს. არ უნდათ რომ ვიღაცა უფრო მაღლა დადგეს მათზე. თორე ეხლა ჩემ გადაცემას 30-40,000 კაცი რო უყურებს და 1000 კაცი რო უყურებს ვიღაცას გადაცემას არ გირჩევნია რეიტინგული გადაცემა თან უფასოდ გაწვდი ამ გადაცემას. არა, არ უნდათ ეს ყველაფერი. იცით რა არ უნდა? ზოგს ეშინია ამ რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე საუბარი და მეორე ის რომ თუ არ ეშინია, ერთი ის არის რომ არ უნდათ რომ აი აქ ნიკოლოზ მჟავანაძე რას აკეთებს ეს წარმოჩინდეს. ხვდებით? მე აქ რო ჩამოვედი, აქ ბრძოლისა და თავდასხმების მეტი არაფერი არ მიმიღია ქართველებისგან, რო იცოდეთ. იმ ქართველებისგან, რომლებიც პოლიტიკასთან დაკავშირებულები არიან, თორე უბრალო ადამიანებზე არ მაქვს საუბარი, მათგან სიყვარულსა და სითბოს აუგზნობ მხოლოდ. ამიტომ ერთი რამე არის, რომ ძალა ერთობაში რო არის ჩვენს გერბზე დაწერილი, ეს მარტო ისე იმათ კი არ არის დაწერილი, რა ქვია, რომ გავხედოთ ჩვენ. ძალა ერთობაში არის ყველაფერში ანალიზი ამას უნდა გაუკეთოთ. თუ ჩვენ ერთად არ ვიქნებით, ვერც გადაცემები გეკნებათ, ვერც სიტყვას ვერ გაიგებთ და იყავით უსმინეთ აი ამ ტელევიზიებს, სისულელეებს, რომლებიც აი ერთი იმას რა ქვია, ქუჩაში ზაღლებს და იმებს რო აჩხუბებენ, რომ სეირი ნახონ და გინდა რაღაცა ცხოველებს ისე არის. ხედავთ ამ არაფერი არ იცვლება. ეხლა ჩავრთავ ხოლმე ამ ქართულ არხებს, არაფერი არ იცვლება საერთოდ. და აქი ჩვენ უამრავ საინტერესო ადამიანს გაგაცნობთ. უამრავ ისეთ ადამიანს გაგაცნობთ, რომლებიც ქართულ საქმეს აკეთებთ. მე აქ იმიტომ ჩამოვედი, ქართველებს მოვეფერო, ქართველები წარმოვაჩინო, ქართულ რუსულ ურთიერთობებზე ვისაუბრო, კონფერენციები გავაშუქოთ. აი ხა მაგალითად სულ არ ვიცოდი, კაცო, რუსეთში ჩამოვდიოდი, ასლან აბაშიძეა ერთ-ერთი ასეთი პიროვნება, რუდენის სამართლის ინსტიტუტის რექტორი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უფრო ესეთი მაღალი რანგის სპეციალისტად ითვლება სამართლის დარგით და სხვათა შორის ის გახლავთ გაეროში რუსეთის წარმომადგენელში. აი წარმოგიდგენთ, ქართველი კაცი არის რუსეთის წარმომადგენელი გაეროში. და მე ვიყავი კონფერენციაზე და დავინახე როგორ პატივსცემენ ამ ადამიანებს. გასაოცარი იყო. აი ესეთი ახლა იცნობდით, ხო არ იცოდით თქვენ ვინ იყო ასლან აბაშიძე 1-2-ის გარდა. მასამ დიდმა რაოდენობამ მოსახლეობისამ არ იცოდა ეს ყველაფერი. და ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. ასეთი ქართველები წარმოგიდგინოთ, რუსეთის სათათბიროს წევრების აზრი მოგასმენინოთ, რუსეთის პოლიტოლოგების, ექსპერტების და მე მგონი რომ ამით თქვენთვისაც ყველაფერი უფრო საინტერესო იქნება. მე მაქვს ძალიან დიდი გეგმები, მაგრამ ამ გეგმებს სჭირდება მხარდაჭერა, როგორც გითხარით და თუ მხარდაჭერა არ იქნება, მალე შეიძლება ეს ორი გადაცემაც არ გავიდეს ეთერში და ის საინფორმაციო სააგენტოც მათ შეწყვიტოს არსებობა, იმიტომ რომ ხა მე არა მაქვს ჩემი რაღაცა ენერგია არ არის უსასრულო. რაც შემიძლია ვაკეთებ, მაგრამ რაც არ შემიძლია, იმას ვერ გავაკეთებ მეგობრებო. ამიტომ მინდა რომ ყველაფერი ეს გაანალიზდეს და ჩვენ შევხვდებით უკვე პარასკევს ერთმანეთს. როგორც გითხარით, ყოველ სამშაბათს პარასკევს გავა ჩვენი გადაცემა 21 საათზე და თუ იქნება მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ჩვენ დაუბრუნდებით იმ სქემას, როგორიც იყო, რომ ყოველდღიურად იყო გადაცემები. ჩვენ ამის გაკეთებაც შეგვიძლია. მე აქ ერთი ვარ, არც ოპერატორი მყავს, არც მე მონტაჟე, არც მხარდამჭერი, ელემენტარული, აი ხა კამერა რო დაიჭიროს, ისიც არავინ არ მყავს. ამას ვაკეთებ ყველაფერს ჩემით მარტო და არც პარლამენტარობას ვიცხოვ, არც არაფერს. ამას ვაკეთებ თქვენთვის. თქვენ მე ვარ ქართველი ერისმსახური აქ დიდ რუსეთში. არც პრეტენზია მაქვს რამეზე და არც რაიმეს ვითხოვ კიდე იმაზე, რომ რაღაცა ვინმე მამირჩიოს ან რაღაცა ჩინმედლები მივიღო. თუმცა ჩინმედლები კი მივიღე რუსეთში დაჯილდოვებული ვარ რამდენიმე მედლით უკვე და სხვათა შორის აი უცხო ტომელები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები უფრო ხედავენ ხშირად შენს მუშაობას ვიდრე შენი თანამემამულები, მაგრამ რას ვიზამთ? ქართველობა ძნელია, მაგრამ ქართველობა არის აუცილებელი. კარგად ბრძანდებოდით. ნახვამდის.